მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. უფასო კვება სკოლებში პირველიდან მეოთხე კლასებში ინიციატივა ძლიერი საქართველოს დეპუტატმა ჯუმბერი ნასარიძემ ბიუჯეტის განხილვის ხდომაზე წარადგინა. ახალციხის მერი ვარლამ ციკლაური არიზიარებს ინიციატივას და თანაგუნდელებთან ერთად თვლის, რომ ეს ცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. ციკლაურის პოზიციას იზიარებს მისი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბაკ პილაშვილი და ახალციხის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე. საკითხი ეხება პირველიდან მეოთხე კლასამდე საჯარო სკოლებში მასწავლებლთა კვების უზრუნველყოფას. ეს მიღებული საკითხია ყველგან. ესე იგი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 35% ბავშვები სკოლაში ვერ ჭამს ან საკვები ვერ მიაქვს. ეს თვითონ სტატისტიკა გვეუბნება, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ამიტომ ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს წალენჯიხაში, კარგად მუშაობს ძალიან. მე მინდოდა ეს ყველაფერი მე ანგარიშა და ისე მომეტანა, მაგრამ როდესაც მემართე რესურს ცენტრს დავუთხარი, რომ ერთი ციფრი მომეცით, რამდენი ბავშვი სწავლობს პირველიდან მეოთხე კლასში ჩასვით. 12 რიცხვში მივնახე და ერთი ციფრი არ მომწეს რა. ერთი ციფრი. ამიტომ დაახლოებული ციფრები წერია მე. რისთვისაც საერთოდ მაქსიმუმ ვიანგარში შეიძლება დაგვჭირდეს 800,000-დან 900,000 ლარამდე თუ ვიანგარიშებთ ერთ წელიწადს. ეს რა თქმა უნდა ახლა მე ვიცი რომ ეს ხვალვე არ გაკეთდება და ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ამას მთელი მექანიზმი აქვს, როგორ უნდა გაკეთდეს. მეოთხე კლასამდე. კი, თუ ბიუჯეტი ამას აწევს 900,000 ლარს. პირველი მეოთხე არ ეთქლება და საფრთხე არის პირველი მეექვსე კლასი. მაშინ არა, გასაგებია, თუ კლიანს აუწევს, კი ბატონო, ბიუჯეტი თუ აწევს. თუ არა, ისეთ დავუშვათ რაიონებში, სადაც ბიუჯეტი მწირია და ამას ვერ შეძლებს, ჩვენ შეგვიძლია პირველიდან მეორე კლასს გავაკეთოთ მარტო. მეოთხეც არ გავაკეთოთ და ამჟამად და მეოთხეც და თუ აუწევთ კლიანს ყველა მაგას რა ჯობია. მაგას არაფერი არ ჯობია. მე ვიცი რომ ახლა დასამალი რა არის, ოპოზიციის შემოტანილი საკითხი ყოველთვის ცოტა ესე კითხეს ნიშნის ქვეშ ხდება ხოლმე. მე მზათა ვარ ნებისმიერი თქვენთაგანის სახელით შეიტანეთ ეს ნებისმიერი საკრებულოს წევრის სახელით და მე მაინც მივიღებ მონაწილეობას და მაინც დაგეხმარებით ყველაფერში. თანამშრომლობის სავაზუსტო ეს ყველაფერი რომ არის განათლების სამინისტროს განაჩენი. არის ჩვენი ბიუჯეტი აღნიშნული სიზმრობა შეუძლებელი დაუშვებელი რადგან არ გვექნებს ეს ორგანიზაცია ჩვენ ეს ყველაფერი არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა და თუ აღნიშნული პროექტი დაიგეგმება უნდა დაგეგმოს განათლების სამინისტრო და რა ჩვენი არის საბავშვობაღები გვაქვს იდეალურ მდგომარეობაში სამაგალითოა ახალციხის მუნიციპალიტეტი ისეთი კვება გვაქვს და ისეთი პირობები აქვს ჩვენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოფ თითოეულ აღსაზრდელს და ძალიან კარგი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით. გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია? კი, რა თქმა უნდა, ვიტომენდეს ამ შეძლელი საბავშვობაღებში ასე დონეზე დაგვეკენებინა სკოლაში შევსრულებთ. მაგიტომ კომპეტენციას არ ემართება. სამინისტროს პრეროგატივა არის ბიუჯეტი შეუძლებელია. ჩემი აზრით შეუძლებელია. მაგრამ ინიციატივისთვის ჩემს ვაფიქსირებ, შემოგვიძ წინასწრების პრაქტიკიდან გამომდინარე, ქონდა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მე ვფიქრობ, თუ გაკეთდება ეს ვინა წალენჯიხაში გაკეთდეს, ვინა ახალციხის მუნიციპალიტეტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაკეთდეს, ხო? და არის სამინისტროს პრეროგატივა, განათლების სამინისტროს პრეროგატივა არის და მარტო ახალციხეში იყოს და ადიგენში არ იყოს ეს მიუღებელ კლასებთან დაკავშირებითაც რა პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მეხუთე კლასელმა ბავშვმა რა დააშავა მაშინ. მეხუთე კლასელმა და მეათე კლასელმა კი არაფერი დააშავა. მეხუთე და მეათე კლასელი უფრო მძლავრებული ორგანიზმია,
ამაზე იმაზე ჩვენ ვახით და ამაზე არ არის ლაბორატორია. კი ბატონო, ეს თუ გინდათ მე ცალკე გავარჩიოთ და ცალკე ეს არის დანერგილია უკვე წელენჯიხაში გეუბნებით, მუშაობს, აფინანსებს წელენჯიხის მუნიციპალიტეტი და ყველა არის მაყოფილი, მაგიტომ გეუბნებით რა. სკოლების შესახებ დაფინანსებას რაც შეეხება ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას განათლების სამინისტრო თუ რამე სკოლების კეთდება მოსწავლეების ტრანსპორტირება ახორციელებს და იმათ მიერ დაფინანსებით ხორციელდება ჩვენ არ აქვს უფლება ჩვენი თანხა გამოყოფ და გავწიოთ ხარჯი არამნიშვნელოვანი ხარჯად ჩაგვეთვლება ასევე შეშიშ შეძენაროებით პრეგენდების მაგის თანხაც მოგცა სამინისტრომ და იმ თანხით ჩვენ არ აქვს უფლება საერთოდ უკვე გასაგებია კანონის შესაბამისად ჩვენ ვეცადოთ მოდი დავიწყოთ ნახოთ განათლების სამინისტრო გვერდს ვერ დავიწყე არამნიშვნელოვანი ხარჯად ჩაგვეთვლება ფიზიკურად მოვიდა დასვლა ფერს და დაგიდეთ წინ როგორ ბევრი კაი პროექტებსაც ბლოკავდა მერია როიცოდეს. სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ბევრ პროექტებს ბლოკავდა. ხო, ეხლა რა შეიძლება თვითმმართველობის საკითხებში სპეციალისტი მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალიტეტებს დანერგოს კვების პროგრამა, მათ შორის სკოლებში. Როგორც მართლა არ იციან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა, იმიტომ რომ გარდა თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლისა, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს არეგულირებს, ხო? არსებობს კიდევ ასეთი უფლებამოსილება, რომელსაც ქვია ნებაყოფლობითი უფლებამოსილება, რომელსაც სამწუხაროდ თვითმმართველობის ორგანოები თითქოს არ აღიარებენ. არდა ეს არის უნიკალური უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლიათ. ერთ-ერთი საკითხი სწორედ შესაძლოა იყოს სასკოლო კვების პროგრამის დარეგულირება. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახალციხეში ამბობენ, რომ ეს იქნებოდა უკანონო, თუ ამგვარ პროგრამას დაიწყებდნენ, მათ ვეუბნები აგერ, რომ არსებობს ნებაყოფლობითი უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ამ საკითხის ინიცირება და შემდეგ უკვე განხორციელებაც, ისევე როგორც მოხდა ეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. პრობლემა ის არის, რომ ჩინოვნიკებმა ეს არ იციან და ვერც ეცოდინებათ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებად გვევლინებიან არა პროფესიონალები, არამედ პროპაგანდისტები. ეს არის ამის პრობლემა სამწუხაროდ. ამიტომ არ იციან. რაც შეეხება რამდენად სრულყოფილი შეიძლება იყოს ეს პროგრამა. ცხადია საწყისი ეტაპზე, როდესაც არ არსებობს ამგვარი პროგრამა ეს იქნება რთული ადმინისტრირების თვალსაზრისით, იქ ლოჯისტიკა, იქ კვების რაციონი, ასე შემდეგ, ბევრი საკითხი არის. თუმცა თუ ეს მოახერხა ერთმა მუნიციპალიტეტმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოახერხებს სხვაც. რატომ აქვს მნიშვნელობა ამგვარ ინიციატივებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან? იმიტომ რომ ჩვენ წლებია გვესმის ეს საკითხი, წლებია დგას დღის ეს რიგში, წლებია კეთდება კვლევები, წლებია თითქოს მუშაობს განათლების სამინისტრო, პარლამენტი, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა, მოკლედ ყველაა ჩართული, მაგრამ კვლევებს ვერ გავხსნით. როდესაც ამგვარი მოთხოვნა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობებიდან, ამ თვითმმართველობებიდან, რომელიც თითქმის ერთპარტიულია და მათი უმეტესობა არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, მერები მით უფრო ყველა 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერი ყავს. იქნებ პროცესი დაჩქარდეს. ახალციხეში მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ საშემოდგომო ნარჩენებს სავარაუდოდ კვლავ წვავს. ნამწვავი და კვამლი დღისითაც კი ჩანს, რის დასადასტურებლად ჩვენ ამის ამსახველი ვიდეო გადავიღეთ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ საშემოდგომო ნარჩენების დაწვა დასჯადია.
მერია ჩვენთან კომენტარში აცხადებს, რომ ქალაქში ნარჩენების დაწვის გამო არავინ დაუჯარიმებია. აპირებს თუ არა მერია ზომების გამკაცრებას, ვინაიდან განცხადების გავრცელება არ არის საკმარისი ღონისძიება. უწყებაში გვითხრეს, რომ გვეხემწვანელა მათ მიერ გავრცელებული განცხადებით. ჩვენ ასევე ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელიც ვერ უმკლავდება ნარჩენებს. მერიის განცხადებით, მათ უნდა შეაგროვონ ნარჩენები, დატოვონ ნაგვის ურნასთან და მერია წაიღებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემებით ახალციხეში ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, რაც სპეციალისტების შეფასებით გამოწვეულია მათ შორის ფოთლების და სხვა ნარჩენების წვით. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.